ნაციზმს, მოდი ესე ვთქვა. 700,000 ქართველი იბრძოდა ფრონტის ხაზზე, მათგან 300,000 სამწუხაროდ ვეღარ დაბრუნდა საკუთარ სამშობლოში. ამ ყველაფრის ფონზე რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდებმა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ იმ როლის შესახებ, რასაც ქვია 1945 წელს ფაშიზმზე საერთო გამარჯვების შესახებ. აღიარებულია, რომ ეს იყო ეს ნაცრისფერი ჭირი, ეგრეთ წოდებული ხაკისფერი თუ როგორც გინდა, მიხაკისფერი ჭირი, იყო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი უბედურება, ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი ფურცელი კაცობრიობის ისტორიაში. ზოგადად, ანუ ეს წარმონაქმნი იყო საშინელება, ხო? შესაბამისად მიღებულია დღემდე, რომ ამის ამოძირკვა და განადგურება იყო უაღრესად დადებითი მომენტი და საშუალება მიცა ამან კაცობრიობას, რომ უშუალოდ განვითარებულიყო შედარებით უკეთეს გზას დადგომოდა, მოდი ასე ვთქვათ, ხო? დადგა ეგრეთ მშვიდობის 50 წელი. სტალინმა რო უთხრა სხვათა შორის პოცდამის შემდეგ კონფერენციის შემდეგ სტალინმა თქვა, რომ ჩვენო კაცობრიობას მივეცითო 50 წელი შედარებითი მშვიდობის. და ჩვენ ამ შემთხვევაში ჩვენი კონტრიბუცია, ჩვენი წვლილი არის ძალიან დიდი და ჩვენ სწორედ ამიტომ პრაგმატულად რომ ვთქვათ, უნდა გვინდოდეს რომ ეს სრული იყოს სათანადოდ წარმოჩენილი. კი, არის ეხლა რომელი გმირები უნდა გვახსოვდეს? უნდა გვახსოვდეს ყველა ვინც დაიღუპა. და ის შეურაცხყოფელი და მოდი ასე ვთქვათ, ამაზე რზენია იმ ადამიანების მოსაზრებები, რომ იცით რა, ახლა ესენი სხვის ომში დაიღუპნენ, ყველა ამაოდ დაშვნენ. და ესე იგი აქედან გამომდინარე ჩვენ მათ მიმართ არ უნდა გქონდეს არანაირი ესე ვთქვათ მოწიწება და ემპათია. მაშინ ასეთ ადამიანებს რომ ვუთხრათ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი როლი ფრონტის ხაზზე? ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჯერ ერთი თავისთავად ახლა ვიღაცას წარმოუდგენს 300,000 დაღუპული, 700,000-იანი არმია, რომელიც შეიარაღეს, ომობდა იქ სხვა ერებთან ერთად გვერდ-გვერდ, ხომ? ეს უზარმაზარი ძალაა. და სხვათა შორის არავის არ უთქვამს, არა მარტო იმის გამო, რომ უმაღლესი მთავარსარდალი და გენერალისიმუსი სტალინი იყო, რომ ქართველები იქ დაუშვათ არ ომობდნენ, ან და დაუშვათ ცუდად ომობდნენ. არავის არ უთქვამს. ისინი ძალიან ღირსეულად ომობდნენ. ახლა მსხვერპლის დიდი რაოდენობა და განპირობებული იყო ომის პირველ წლებში იგივე დაუშვათ ყირიმში მიმდინარე მოვლენებით ცნობილი ამ დროს ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, ხო? იმიტომ რომ ალყაში აღმოჩნდნენ და ვერ მოხერხდა მათი გამოყვანა იქიდან და ძალიან ბევრი ადამიანი ქართველი შეეწირა იმ ოპერაციებს. და შემდგომ ასეთი დიდი მსხვერპლი აღარ იყო. როგორ არ იყო, მაგრამ ესე მასობრივი დაღუპვა რაც მოხდა იქ.